მოგესალმებით მეგობრებო, თქვენთან არის ნიკა შოუ 1 2 3 და დღეს ჩვენ გვექნება თამაში Brawl Stars-ი, სადაც დღეს ჩვენ ისევ და ისევ გავაგზავნებთ თამაშს. ოღონდ წინა ვიდეოს შემდეგ რაღაც მოხდა ამ თამაშში, Brawl Stars-ში. და რა მოხდა? პრინციპში მე შეამჩნიეთ უკვე ალბათ ვინც ყურა დღევით უყურებდა ჩემ ვიდეოებს, უკვე შეამჩნია რომ მე მაქვს ახალი აკაუნტი. იმის შემდეგ რაც ჩემი აკაუნტი წაიშალა, მე თავიდან შექმნი ახალი აკაუნტი Brawl Stars-ში და მასზე გამოვიდა სადღაც 3 თუ 4 ვიდეო უკვე აღზრდებ, შეგიძლიათ ნახოთ, მაგრამ რამოდენიმე დღის უკან მე ჩემმა ბიძაშვილმა მაჩუკა თავისი ძველი აკაუნტი, რომელშიც უკვე არ თამაშობს ალბათ სადღაც, რა ვიცი მე, სადღაც 2 წელია და სადაც Brawl Stars-ში აღარ თამაშობს. და მან მაჩუკა მე თავისი ძველი აკაუნტი და ძალიან მადლობელი ვარ მისთვის. აქ მყავს უკვე 99 ბრავლერია და როცა მაჩუკეს ეს აკაუნტი აქ იყო 98 ბრავლერი, ეს ბრავლერი კი მე ვიყიდე. ხო. ყველასაც ის არის რომ ჩემ ბიძაშვილს ის ბრავლერები ყავს. უბრალოდ ყავდა, რომლებიც მე არ მყავდა და მე ისინი მყავდა, რომლებიც მას არ ყავდა. მაგალითად, მე მყავდა ლოლა, მყავდა მეისი, ჰენკი მყავდა, ესეც მყავდა, აი ესეც მყავდა პრინციპში. კიდევ მყავდა, აი ეს მყავდა, აი ესეც მყავდა. მეტი აქიდან, აი ეს მყავდა. კიდე სპაიკი მყავდა, მახსოვს ლილი, არა ეს არ მყავდა. კიდე მყავდა ლეგენდარებიდან სპაიკი მყავდა, კორდელიუსი მყავდა კი. ეს ბრავლერები მყავდა. ჩესტერი არ მყავდა. და მას ყავს ის ბრავლერები, რომლებიც მე არ მყავდა. ლეონიდა სურჯის მყავდა, მაგრამ აი ეს ქროუ მე არ მყავდა. ოინტრო ქროუზე ანუ კარგად არ თამაშობდი, მაგრამ აი ახლა აი ამ აკაუნტში უკვე ისე რა, უფრო კარგად დავიწყე ქროუზე თამაში და ესეც არ მყავდა, მაგრამ ეხლა უკვე მყავს. მოკლედ ჩვენ ისევ გავაგრძელებთ აქ თამაშს, ოღონდ ახალი აკაუნტით. უკვე გავწელე ვიდეო 2 წუთია უკვე მინდეს ვიდეო რა არის ეს კაცო. მოკლედ, ეგრევე გთხოვთ რომ დაალაიქოთ ეს ვიდეო, გამოიწეროთ არხი და ზარის ღელაკს დააჭეროთ შემოოქროებო. და საწყისამდე უბრალოდ დალაიქეთ, გამოიწერეთ და ზარის ღელაკს დააჭერეთ, რადგანაც მით უფრო ბევრი გამოწერე მყავს, მით უფრო დიდი мотиваცია მაქვს, რომ გადავიღოთ თქვენთვის ახალი ვიდეოები, მით უფრო ბევრი ლაიქი, მით უფრო მალე გამოდის ახალი ვიდეოები და მით უფრო ბევრი ზარის ღელაკია, თქვენ თვითონ არ გამოდოებთ ახალ ვიდეოებს. თან Brawl Stars-ში განახლება გამოვიდა, აქ არის პიცის განახლება რაღაც, სადაც პიცები უნდა ავაგროვოთ და უნდა ვიყიდოთ აი აქ აქციები, რაღაც აქციები არის აქ. 8 ბიტის სკინი, რომელიც არ მჭირდება, აი ეს სკინი ისე კარგია კოლექცია. და არ იცი ვიყიდო თუ არა. არ და მაინც არ მეყოფა მასზე ჯერჯერობით ფული. შეიძლება აქ ახალი ბრავლერი იყოს საქსადმე. არა, ეს ახალი ბრავლერი არ არის. ესეც კარგია ისე, მაგრამ რა ვიცი, ესეც არ ვიცი. აი ეს სკინი მინდა ვიყიდო. ან პრინციპში ეს სკინი შეიძლება ეხლა ხანს ვიყიდო. ყოფნის ყველაფერი. ვიყიდო თუ არა, იმას ვფიქრობ. მოდით კომენტარებში დაწერეთ და ხვალ შეიძლება ვიყიდოთ, იმიტომ რომ კიდე 2 დღე იქნება ეს. და კიდე უფასოდ მომცეს რაღაც 5 ცალი ხო, ფავერისა, ანუ გამაძლიერებული ბრავლერების, რას მჭირდება არის, მაგრამ კაი. აჰა, 5 ბილეთი ავიღეთ, აი აქ რო ვითამაშებთ კიდე 1 დღე, ანუ დღეს და ხვალ, მაშინ მოგცემენ აქ პიცას ბევრს. მე მე-7 ადგილას ვიყავი, მაგრამ უკვე მე-12 ადგილზე ვარ, მაგრამ მე 5 ბილეთი მაქვს და შემიძლია პრინციპში ჩემი ადგილი დავიბრუნო. კარგი, რანკედებში რამდენი კვესტი მაქვს. მაგრამ აქ რატომღაც ჩემი ბიძაშვილი მაგრა არ აძლიერებდა ბრავლერებს, ყველა თითქმის მერვე ძალაზე არის. აი ესენი მაგალითად. აი ბარგლი მაგალითად. კარგი, პრინციპში ამას არ აქვს ახლა მნიშვნელობა. ისე მაღაზიაში რა არის? მაღაზიაში ახლა ვნახოთ. აჰა, პიცა. ხო, ყოველ დღე აქ პიცას გვაჩუქებენ 12 წელს და ისევ გამიჭერ. ხო, აი მეგობრებო, პიცა გვაჩუქეს.
მადლობა 12 წისთვის. მაინც არაფერს სამყოფნის თითქმის კარგი იყოს. აქ კიდე რამდენი წესი შეგვიძლია ვიყიდოთ, მაგრამ ამისთვის ჩემები არ მაქვს პრინციპში გემები. აი ეს სკინიც კიდე აქ ცალკე იყიდე, მაგრამ რა ვიცი რა დავიყიდო. არ ვაპირებ ამის ყიდოს. აი ეს სკინი მაგარია ისე, აი ეს ბაირონზე. მაგრამ მაინც არ მყოფნის ამაზეც. კიდე რა გვაქვს აქ? ო, ჯეკპოტი. ნუ, მადლობა რა თქმა უნდა, მაგრამ უფრო კარგი იქნებოდა თუ კრედიტებს მომწევდით და ბრაულერს ავიღებდი ახალს, უფრო კარგი იქნებოდა. აქ ახალი სკინებია და მორჩა პრინციპში. კარგი, მოდით ახლა ვითამაშოთ პრინციპში. რა ვითამაშოთ, თქო, ეს რა თქმა უნდა გააქტიურებული ხომ მქონდა გააქტიურებული. კარგი, მოდით ვითამაშოთ ალბათ. აი ეს თამაში. აი ახალ ბრაულერს ვითამაშებ, მაგრამ და განახებთ რა შეუძლია ამ ბრაულერს. აკერ. გავაძლიერებ ჯობია. ხო, აი მერვე ძალაზე იყოს გაძლიერებული ესეც. ეხლა შეგვიძლია ვითამაშოთ თუნდაც აი აქ ვითამაშოთ რა პრობლემა არის. იმედია მოვიგებთ და 5 ბილეთი ტყუილად არ დავხარჯე ხო აქ ბილეთები თამაშობთ. ო, ჩვენ წიამღები ძალიან ძლიერი პერსონაჟები არიან. მაგრამ შემიანი კენზი ძალიან ძლიერია. კარატისტი. პრინციპში ეს ბრაულერი აქ არც ისე კარგია, ტყუილად ავიღე ალბათ აქ. ეს ბრაულერი მართლა ძლიერია იმ ადგილებში, ანუ იმ რუკებზე, სადაც კედელი არის, კედლიან ადგილებზე, ვთქვათ უხეშად. ტყუილად დავდგი სუპერიც მე პროია ვარ. აჰა. ო, 1800 ისე ამ კულა, ქვევი ჩანს. კულები, აი ამ კულებით შეგვიძლია გავიმარჯვოთ კი არა, მამა. ოპა, ფრთხილად ნავიყოთ აქ. აი, ვირთხავ, აი სუთა ვირთხავ. წავაგეთ, გასაგებია, რა თქმა უნდა, სხვა შემთხვევაში შესაძლებელია. ნუ, ცოტა მაინც მომწეს აქ. სხვა ადგილას ვერ გადავედი. ეს კულები უნდა ავიღოთ, რომ შემდეგ რანგზე გადავიდეთ. მაგრამ მე ხა სხვა ბრაულერს ავიღებ ვინმეს, მაგალითად სკვიკი. აი სკვიკი ძალიან ძლიერია ჩემთან თამაში, მართლაც. და სკვიკს გამოვიყენებ ახლა. სკვიკი ერთ-ერთი მისოყრილი ბრაულერია, ძალიან ძლიერი ბრაულერია ისე. მეც მყავდა ჩემ წინა აკაუნტში როგორც ჩანს უკვე. აი, ვიღაცას გავარტყი უკვე. ვიღაც მოვკარით უკვე. აჰა, ვიღაცას ეძინა იქ. მოდივარ. აი. შემიანი მოკლეს. ეხლა თუ მას გაჯეტი აქ. ოპა. გამიჭედა. არა, ეხა რატო მომკლავს ეხა. ეხა მომკლავს, უყურეთ. არა. გასაგებია. კარგი, კიდე ორი შანსი გვაქვს პროფესორად. ნუ, ერთი, თუ ეხლა წავაგებთ მაშინ ერთი მარტო. მე მეგონა ისე ჩაიძინა იმას კი ჩაიძინა მართლაც, მაგრამ ამას არა. ოკეი. რამე ძლიერი ბრაულერი უნდა ავიღოთ, მეგობრებო, რამე ძლიერი, აი, სპრაუტი შორიდან ისვრის და ძლიერადაც ისვრის, ამიტომაც ცოტა შორიდან, ანუ შორი რადიუსიდან უნდა ვესწროლოთ ალბათ. თანაც ერთ-ერთი მათგანი არის Endgame, რომელსაც ახლოს მოსვლა შეუძლია. მაგრამ ფრთხილად ნაიღოთ, იმიტომ რომ მათ სპაიკი ყავთ და სპაიკი არის ერთ-ერთი უძლიერესი ბრაულერი ამ თამაშში.
გასაგები, აი რაც ვთქვი პრინციპში. Spikes ვერავინ ვერ მოერევა. წავაგეთ აქაც 100% წავაგეთ. რაც ვთქვი პრინციპში. გაგებულია ჩვენი საქმე. აი. მოკლედ რა. Sprouty ცუდი იდეა იყო. მაშინ ვინ? Byron არ მგონია რომ Byron კარგი იდეა იყოს. Анда Clancy. აი Clancy მართლა ძლიერი ბრაულერია. კი, Clancy. თან ჯერ სუსტი არ თქმა უნდა, მაგრამ მე როცა ცოტა წინ წავა, მაშინ იქნება ძალიან ძლიერი. ო, თანაც პრინციპში შეგვიძლია მოვიგოთ. შეგვიძლია მოვიგოთ პრინციპში. არაჩვეულებრივია. აი მომკლავი. ნუ თითქმის. ცოტა ავივსე მაინც ის. ხა ცოტა უფრო ძლიერად დავარტყამ. ნუ თითქმის უფრო ძლიერად დავარტყამ პროცესს. ოპა ერთი დაბჭი. ოპა მოკალი. აი ეგ ფრთხილად. დავიწყენ დროის ბრაულერი ძალიან უნდა დავიხიოთ და აი არა წავაგეთ აქაც კარგი ნუ თითქმის რამე მაინც იყო აქ ეხლა ვინ მოდით ცადოთ მაშინ კროუზე ხო ჩემი აზრით კროუ არ იქნება ეგეთი ცუდი ვარიანტი ამ თამაში ან ლეონი მართლა ხო ლეონი ვეღარ გამოიყენებთ ო რა მაგარი სკინი აქვს ორი კროუ მოკლედ ჩვენ წავაგეთ პრინციპში მაგრამ კაი მაგრამ ჩვენ ტიკი გვყავს და ტიკი პრინციპში კარგად მოქმედებს ამ თამაშში მისტერ კრაპსი მისტერ გასაგებია ო მიდი ო ფრთხილად შეიძლება მოგებას გამიჭდა ინტერნეტმა კარგი ალბათ მოკლეს უკვე ჩემი ანი კი გამოვიცანი კოკოროჩ ნუ ეს იყო გასაგები რაღაც ნუბს დავემსგავსი სემლი გითხრათ უკვე 0 ბილეთი მაქვს მაგრამ მე მინდა ლოლა აი ლოლა როცა მეყოლება მაშინ მართლაც ადვილი იქნება მოგება მაგრამ ლოლა აი აქ არის და მანამდე ჩვენ გენერალი რაპსი უნდა ავიყვანოთ ან დოგი ან შაკი ან ვილოუ და აქედან რომელია ყველაზე კარგი დაწერეთ კომენტარებში მე მაგალითად რაპსი მირჩევნი ამ ყველას ხო და შემდეგ უკვე მეყოლება ლოლა ხო აი ამ 4-დან ყველაზე კარგი ლოლა არის დამჯერეთ შემდეგ სპაიქს ავიყვან შემდეგ ალბათ ამ ბრაულერს იმიტომ მყავდა წინა აკაუნტზე ჩესტერია კარგი იქნება ჩესტერის გამორჩევა პრინციპში კარგი კურკი მანამდე ჩვენ ამოვირჩიოთ ახლა ლუზე შეგვიძლია ვითამაშოთ მაგალითად აი აქ ხო ლუზე პრინციპში კარგად თამაშობ კარგად თან წინა აკაუნტზე ტონა სკინი მქონდა ყველა ბრაულერზე აქ კი ცოტა სკინი არის ამ აკაუნტზე ო რაღაც ახალი ის არის
რუკა. ოპა, ეს არის ყურძნელი ახლა. აი. ხა ლიანდაკს აშენებს და მე შეძლებ ჩვენთან მოსვლა. ლიანდაკი. შენ ვის მიყვებოდი, ჩემო. ნაუ შეფოთე. ეს ხოთ მოვამეთქი თავისი ლიანდაკით. კარგი, მე ხა გავდივარ. მოკლედ რა ერთი დარტყმას ვერ. ო, ჯესის გვეხმარება. კარგი, აი. ვიცოდი რომ მოხდები. ნუ მე მოკლე, მაგრამ სამაგიეროდ ორი მოვკალი. წავაგეთ. ყველაფერი ან ვირთხას ბრალია, აი ჩაკის ბრალია, ყველაფერი. ეს ერთი მოგება მაინც მექნება მეგობრებო გონიაზე და. პრობლემა ბრალია. ო, ბაზა მქონია და ივიზით მქონია კვესტი. მოდი შევასრულოთ ეს კვესტიც. რანკედაში ჯობია ვითამაშ. ამითი რანკედაში ვერ თამაშებ. იმიტომ რომ ცოტა ის ცოტა. ლეონზე მაქვს ორი კვესტი. შეგვიძლია შევასრულოთ და პლუს კიდე 2-2-ზე ბრალბლებში ვითამაშოთ, არაჩვეულებრივია. თქვენ კი მეგობრებო გთხოვთ რომ არ დაგავიწყდეთ ამ ვიდეოს დალაიქება, გამოწერა და ზარის ღლაკის დაჭერაც. ოპა, ეს ადილიყო. ნუ ნაკაუტი რო ყოფილიყო მაშინ. რაფერს ვერ დამიშავე ფარი. ეს ბოტები არიან თუ ბოტები არიან თუ მარტო მეკვი. მარტო ბოტები არიან. ნუ ბოტებს მაინც მოვუგებთ. კარგი. ხო, ლეონზე ცოტა თასი მქონდა და ამიტომაც ბოტები შემოყვება. მადლობა. როგორც იქნა ერთი მოგება მაინც შევძელი და სტადროპი მომწეს ამ მოგების გამო. პირველი მოგება. პრინციპში. მოდით კიდე ერთი რაუნდი ვითამაშოთ და მე პრინციპში დავამთავროთ ეს ვიდეოც. ეს არის ნიტა და ჰენკი, ხო, ჰენკ. პრინციპში ძალიან easy იყო ეს. Easy peasy, very squeezy. Yes. Dislike you should try now. No? As a daddy. Okay. პრინციპში მე აქ კიდე რაღაც 100 კრედიტი პლუს დაგვრჩა 300 სადღაც და პრინციპში გვექნება ახალი ბრაულერი, ანუ აი აქ გვექნება უკვე ახალი ბრაულერი. ხო. არაჩვეულებრივია. აქ კიდე სკინი არის, მაგარი სკინია. მაგრამ ეს სკინი რა თქმა უნდა ჩვენ არ გვექნება. შეგვიძლია პრინციპში ხარავსიც ვიყიდოთ, მაგრამ რატო თუ ცოტა ხანში გვექნება ის. კარგი, ჩემი აზრით მეგობრებო დღეისათვის სულ ეს იყო. დავამთავროთ ჯობია ვიდეო, თორე გაიწერეთ ძალიან. ამიტომ დალაიქეთ ეს ვიდეო, გამოიწერეთ არხი და ზარის ღლაკს დააჭერეთ, ჩემო ოქროებო. რა თქმა უნდა, არ დაგავიწყდეთ ვიდეოს გამოწერა.
დალაიქებეთ და ზარის ღილაკის დაჭერა. რადგანაც მით უფრო ბევრი ლაიქია, მით უფრო მალე გამოდის ახალი ვიდეოები და მით უფრო ბევრი ზარის ლაიქია, თქვენ თვითონ არა გამოტოვებთ ახალ ვიდეოებს, მით უფრო ბევრი გამოწერი მყავს, მით უფრო დიდი мотиваცია მაქვს, რომ გადავიღოთ თქვენთვის ახალი ვიდეოები, ამიტომაც არ დაგაწყდეთ გამოწერა, დალაიქებეთ და ზარის ღილაკის დაჭერა. ყველას კარგად.